მსხვილი ნაწლავის კიბო ვითარდება მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში არსებული უჯრედებიდან, ასევე გარკვეული ტიპის პოლიპებიდან ან ტანაზარდებიდან. სკრინინგ ტესტების საშუალებით შესაძლებელია კიბოს წინარე პოლიპების აღმოჩენა, სანამ ისინი ავთვისებიან სიმსივნებად გარდაიქმნებიან. მსხვილი ნაწლავის კიბო დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა სხეულის სხვა უბნებზეც გავრცელდეს. სკრინინგ ტესტების ადრეულ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობისა და თერაპიის ახალი მეთოდების საშუალებით მსხვილი ნაწლავის კიბო სულ უფრო ნაკლები ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. უფრო მეც ამ დაავადებასა და მის მკურნალობის მეთოდებზე ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი აიდა გოზალოვა ისაუბრებს. მოგესალმებით აიდა, მადლობა. მეშილი ამ კიბოსი და მითხარი რა არის კოლორექტული კიბო და რამდენად გავრცელებულია ის, იმიტომ რომ სტატისტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სამწუხაროდ. ონკოდაავადებების მიმართ სტატისტიკა მზარდია და სამწუხაროდ ასაკიც იწევს. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რა უნდა ვიცი? დავიწყებ სტატისტიკით. მოგესალმებით პირველ რიგში. გამარჯობა. საქმე იმაშია, რომ მე პირადად ვფიქრობ და სინამდვილე შეიგრეა, რომ დიაგნოსტიკური საშუალებები უბრალოდ ძალიან ბევრი გვაქვს ახლა დღესდღეობით და ამიტომაც უფრო მეტი დიაგნოსტირება ხდება ამ დაავადებების ვიდრე მანამდე ხდებოდა ეს სტატისტიკაზე ისახება ეს არის ამბავი. დაახლოებით იგივე არის, რაც კოვიდის დროს ძალიან ბევრი კვლევები ჩატარდა გულმკერდის მიდამოში და შესაბამისად ამ წლებში ძალიან ხშირად დადგინდა ფილტვის სიმსივნე, დაახლოებით აი ამ რაც კიდევ ერთხელ მოსხავს რამდენი მნიშვნელოვანია ხშირი კვლევები. აუცილებლად. როგორც თქვენს თქვით, რასაკვირველია ახლა მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის და უფრო იშვიათად წვრილი ნაწლავის სიმსივნეები არსებობს, რაც მართლა ძალიან იშვიათად არის. მართლა ვითარდება როგორც წესი და რიგი პოლიპებიდან, ანუ ეს არის კეთილთვისებიანი წანაზარდებია, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ამიტომაც მნიშვნელოვანია დროულად სკრინინგი, რადგან ამ პოლიპებს შეუძლია გადასვლა ანუ ავთვისებიან სიმსივნეებში და რამდენადაც ადრე დადასტურდება, იმდენად ადრე იქნება შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული და სტადიის მიხედვით ან არსებობს ძალიან მარტივი მკურნალობა, ან პოლიპის, ან გადაგვარებული პოლიპის ამოკვეთა, ან ოპერაცია და შესაბამისი მკურნალობა. ქალბატონაიდა, რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი? და ვთქვათ, იგივე პოლიპების შემთხვევაში ალბათ სიმპტომატიკა ამ ყველაფერს არ გააჩნია და შესაბამისად ადამიანი ვერ მიხვდება რაღაც ჩივლის გამო რომ მივიდეს და ეს აღმოაჩინოს. აქ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი, რომელიც გარკვეულ ასაკში სქესის მიხედვით უნდა ჩაუტარდეს ადამიანს. აუცილებელია, ანუ 50 წლიდან მიმდინარეობს სკრინინგი სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრი საშუალებები გვაქვს, ანუ სკრინინგის ფარგლებში, მაგრამ რატომღაც უფრო მეტად განვითარდა სარძივე ჯირკვლის სკრინინგი ჩვენ მოსახლეობაში, ვიდრე დანარჩენი სკრინინგი, მათ შორის ნაწლავის. რასაკვირველია, არასასიამოვნო манипуляცია არის ამ სითხის დალევა ნაწლავის გაწმენდა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და აგრესიული დაავადება არის, ვიდრე სარძივე ჯირკვლის სიმსივნე. მე შემიძლია ცალსახად ამისი თქმა, რომ გავრცელებული ძუძუს სიმსივნის მკურნალობა ბევრად მარტივია, ვიდრე გავრცელებული ნაწლავის სიმსივნის მკურნალობა. მიზეზი რა არის ამის? მიზეზი ის არის, რომ სარძივე ჯირკვლის ფარგლებში, სარძივე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის საშუალებები ბევრი გვაქვს. გასაგებია. ამაშია საქმე და ნაწლავში ოდნავ შეზღუდულები ვართ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია. რა მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეულ განწყობას, რა მნიშვნელობა აქვს რის ფაქტორებს თქვენ ასაკი ახსენეთ, მაგრამ მაინც კიდე ხაზგასმით ვთქვათ ქალების, მამაკაცების შემთხვევაში, როდის არის პერიოდი, როცა უნდა დაიწყოს სკრინინგი და ეს ვთქვათ 6 თვეში ერთხელ უნდა იყოს, წელიწადში ერთხელ თუ როგორ? ანუ უნდა აღნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრეობითი დაავადებები გვაქვს და იქ ძალიან იშვიათი, ანუ სხვადასხვა ლიტერატურაში 5-დან 7%-მდე არის, ამ შემთხვევაში სკრინინგი არ უნდა ჩატარდეს ისე, როგორც სტანდარტულად არის 50 წლიდან. სულ ერთია მამაკაცი. სქესს არ აქვს მნიშვნელობა 50 წელი არ აქვს, მაგრამ როცა არის მემკვიდრეობითი დაავადება, წესით და რიგით უკვე 16 წლიდან უნდა დაიწყოს სკრინინგული კვლევები, რადგან არსებობს მაგალითად პოლიპოზი, ორი სინდრომი არის, ანუ მემკვიდრეობითი სიმსივნური დაავადების ნაწლავის მხრიდან. ამ შემთხვევაში უკვე 16 წლიდან აუცილებელია ამ ოჯახის წევრებთან სკრინინგული კვლევების ჩატარება. დანარჩენ შემთხვევაში 50 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ. საქართველოში ცოტა სხვანაირად არის, ანუ პაციენტმა ჯერ უნდა ჩავაროს განავალი ფარულ სისხლზე და იმ შემთხვევაში, როცა ფარული სისხლი დადებითი აღმოჩნდება, მერე უკვე მიმდინარეობს კოლონოსკოპია, ანუ ნაწლავის გამოკვლევა. ქალბატონაიდა,
ჩემთვის ყველა საშიში ხოლმე ამ კითხვის დასმა, იმიტომ რომ მეშინია ხოლმე მე ეს ჯგუფი რამდენად ახლოს არის ჩემთან. რამდენად ახასიათებს ჯგუფები, რისკ ჯგუფები. არიან თუ არა მოწყვლადი ჯგუფები არის, მაგალითად სქესის მიხედვით ხო არ იყოფიან, ასაკის მიხედვით ხო. მე მაქვს მოლოდინო არის, მაინც ასაკს ექნება ალბათ გან. ასაკს აუცილებლად სქეს არა, ანუ სტატისტიკურად მინიმალური განსხვავება არის მამაკაცებში და კაცებში. თუმცა მამაკაცებში ოდნავ უფრო ადრე იწყება კოლორექტალური, ანუ ნაწლავის სიმსივნე, ვიდრე ქალბატონებში სტატისტიკურად. კი ბატონო. და ასაკობრივი ამბავი თქვით თუ რისკ ჯგუფები, ანუ საკმაოდ ბევრი, ანუ ლიტერატურაში რაც აღწერილია, ანთებითი ნაწლავის დაავადებები, მაგალითად როგორიც არის მორბუს კრონი, ანუ არასასიამოვნო დაავადება არის და ყველა პაციენტი წესით და რიგით ვისაც ესეთი დაავადება აქვს, იცის რომ რეგულარულად უნდა ჩაატაროს კოლონოსკოპია. გასროლიდა კითხვა. რისკ ფაქტორები, ნუ გასაგებია, მემკვიდრეობითი ჯგუფები, რომლებიც არიან, გარდა იმისა, ნუ ფიზიკური აქტივობა არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრების ჯანსაღის წესი, ალკოჰოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი. და ცხიმიანი. ხო ვიცოდი რაღაც. ეს ბოლო ორი ჩემთვის გამგუყველი იყო. ხო ვიცოდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი არის სიმპტომები ვიცოდეთ, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ნაწლავების ირგვლივ არის ისეთი შეგრძნებები, რომელიც ადამიანს გონია ტიპიური და ვთქვათ იგივე შეფერილობა, რაღაც სხვა პრობლემებს შეიძლება სათანადო ყურადღება არ მიაქციოს და ჩავთვალოთ, რომ ეს ნორმა რამდენად არასწორია. ხო, შევიარაღებელი თვალით მაგალითად თუ ხვდებით აი ამ სიმპტომებს, ჩვენ მაგალითად ის რაც არა. ან რა არის ამ სიმპტომებიდან საყურადღება? სწორი ნაწლავის შემთხვევაში სიმპტომატიკა საკმაოდ მალე მოდის, რადგან იქ არის, ანუ იმდენი ადგილი არის და როცა ჩვენ, ანუ ვითარდება სიმსივნე, მე მიმდინარეობს ამ სიმსივნის ისეთ ჩაზრდა და გაუვალობის კლინიკა მოდის და რასაკვირველია სისხლი კანალში, მაგრამ სხვილ ნაწლავში ცოტათი რთულია სიტუაცია, რადგან მათ მარყუჟები უფრო დიდი გვაქვს და ანუ ადგილი ბევრი არის. შეიძლება სისხლი გარეთ არის. შესაბამისად, ყოველთვის ჩემ პაციენტებსაც, მახლობლებსაც, მეგობრებს ყველას ვეუბნები, რომ ის რაც თქვენ შეამჩნიეთ, ერთი დღე ხლა შესაძლებელია ყველას ქონდეს შებერილობა, რაღაც ფაღარათი იყოს, მაგრამ ის რაც იწყება და დროთა განმავლობაში ერთ კვირაში და ორ კვირაში სიმპტომატიკა არ ქრება, მაგ დროს უკვე ჩვენ უნდა მოვისმინოთ ჩვენი სხეული. ანუ ეს არ არის ისე, როგორც წესი და როგორც წესი და რეგია, კი ბატონო. შესაბამისად, რამდენად შეიძლება რომ ეს განგრძობადი სიმპტომატიკა, ანუ ვადაში განგრძობადი სიმპტომატიკა უკვე დაგვიანებული იყოს. ანუ რამდენად საშიშია ის ამბავი, რომ დრო ხომ ყოველთვის ვიცით, რომ მithumetas სიმსივნეზე როცა უბრალოდ მის საწინააღმდეგოდ მუშაობს ყოველთვის. ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, ნახეთ სანათური არის, ნაწლავი თუ იზრდება პირდაპირ სანათურში იზრდება, ამ შემთხვევაში ძალიან მალე მოდის სიმპტომატიკა, მაგრამ თუ სიმსივნე იზრდება, ანუ კედლის გამყოლივ, ხო? ამ შემთხვევაში ცოტათი ანუ სიმპტომატიკა უფრო გვიან მოდის. ამიტომაც სხვა ჩემ ჰემატოლოგიურ პაციენტებსაც ვისთანაც ისედაც სჭირდება ჩვეულებრივი სკრინინგული კვლევები და ამაზე სულ ვესაუბრები ჩემ პაციენტს, ყოველთვის ვეუბნები მოისმინე შენი სხეული. მოდი მაშინ ეგ გავაგრძელოთ. რა კვლევები და დიაგნოსტიკური მეთოდები გვაქვს? რა არის ეს კვლევები, რაც უნდა ვიტაროთ და რა სიხშირით ალბათ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ სულ აი ამ სამედიცინო რუბრიკების არსი ამ გადაცემაში ხო ის არის სოცნობიერება ავამაღლოთ გარკვეულ და ერთ-ერთი გზავნილი, რომელსაც ჩვენ სისტემატურად ვაჟღერებთ, არის რომ რაღაცნაირად კულტურაში გავიჯინოთ გეგმიური ვიზიტები სხვა შემოწმებისთვის. აქ რა ვადებზე გვაქვს საუბარი და რა მეთოდები გვხვდება მაგალითად იგივე ნეოჰოსპიტალში შესაძლებელი? ანუ რო გითხრათ პროფილაქტიკური სხვა კვლევები გარდა კოლონოსკოპიის, ანუ სკრინინგის ფარგლებში არსებობს, ანუ არა. ყოველთვის უბრალოდ ვურჩევ ადამიანებს, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ მინიმუმ ეხოსკოპია მუცლის ღრუს გააკეთონ. არა იმისთვის, რომ მარტო ონკოლოგიური, ანუ ნაწლავის სიმსივნე, არამედ ზოგადად, რადგან შეიძლება ესეთი დაავადება განვითარდეს, რომელსაც ჩვენ არ გრძნობთ და როდესმე იქნება ძალიან წინ წასული ეგ დაავადება. ეხოსკოპია რა ეტაპზე შეიძლება იყოს შემჩნევადი, ვთქვათ, უფრო ღრმა კვლევების საჭიროებაც ხომ არ არის? როცა ეხოსკოპიაზე ჩვენ რაღაცას საეჭვოს ვხედავთ, ამ შემთხვევაში უკვე მიდის ღრმა კვლევები, რასაკვირველია, კომპიუტერული ტომოგრაფია იქნება, ანუ MRT კვლევა იქნება კონტრასტით. ამ ეტაპზეც ეს შეიძლება ეხოსკოპიაზე იყოს სრულიად შესაძლებელია, რადგან ნაკლებად საჭიროა, ანუ ბევრი დასხივება, ანუ უნდა იყოს ჩვენება ღრმა კვლევის ჩატარების. ნიუჰოსპიტალს ის შესაძლებლობებზე და შეთავაზებებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ერთია დიაგნოსტიკა და მეორე მკურნალობის მეთოდები და თანამედროვე მეთოდების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით რას თავაზობს ნიუჰოსპიტალსი?
სხვანაირად დავიწყებ. ანუ ჩვენთან საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს, რომ საზღვარგარეთ წავიდეს დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე, ძალიან ბევრი საშუალებები გვაქვს და ჩვენ ქვეყანაში უნდა გითხრათ, ძალიან კარგი ონკოლოგები არიან, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მიმართულება არის ექიმების, რომლებიც არის არა იმის გამო, რომ მე ონკოლოგი ვარ, უბრალოდ როცა საზღვარგარეთ ცხოვრობდი, ყოველთვის მიგზავნიდნენ დოკუმენტაციას და სულ ფიქრობდი რა ხდება, მაგრამ როცა აქ ადგილზე ვარ და კოლეგებს ვხედავ და ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი კარგი ონკოლოგები საქართველოში არიან. მე მეთქე რა კაი არის მოსმენა. ალბათ რეკომენდაციები და დავასრულოთ, რამდენად არის შესაძლებელი კოლორექტული კიბო ავიცილოთ თავიდან. ამისთვის ცხოვრების წესში თქვათ რა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ შემთხვევაში არ გახდეს ეს ყველაფერი მაპროვოცირებული. ცხოვრების წესი, ნაკლები ცხიმი, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები ცუდად ან ნაკლებად დამუშავებული წითელი ხორცი, სტეიკი, მიყვარს, მაგრამ დამუშავებული ჯობია თუ მედიუმი ჯობია თუ ველდანი? გემოზე მეკითხები? არა, ჯანმრთელობის დამუშავებული. ველდანი. ველდანი. ამის მერე მე ვჭამ ველდანს სტეიქს ბოდიში გასტრონომებთან. და ყველაზე მთავარი ალბათ სიმპტომების შემთხვევაში და ისე როგორც საჭირო არის სკრინინგის წესებს გავყვეთ და ექიმთან ხშირი ვიზიტი იქნება მთავარი პრევენცია ალბათ იმისგან რომ სიმპტომი ვიცილოთ ექიმი. ნამდვილად. ძალიან უსმინოთ ჩვენს ხელს. ძალიან დიდი მადლობა გალტამაიდა. ძალიან საინტერესო რეკომენდაციებისთვის და ანალიზისთვის. დაგემშვიდობებით და ჯანმრთელობას გისურვებთ. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ კარგად, რომ ჩვენ ვიყოთ მე კარგად. ჯანმრთელობას და კარგად გისურვებთ ჩვენს მაყურებელსაც.